კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის ახალი ამბები 16 საათზე, მე ნინო სალუქაძე ვარ. შემაშფოთებელი ტენდენცია და საფრთხები ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ქართულ ოცნებაში გაერთიანებაში კონსენსუსის პრინციპის შესაძლო გაუქმების ინიციატივას ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ერთსულოვნების წესის შეცვლა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის ფუნდამენტურ იდეას და მიზნად ისახავს ქვეყნების დაყოფას. სახელმწიფო გუნდში მიიჩნევენ, რომ ახალი წესები მცირე და გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს აიძულებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დათმობის ფასად უფრო ძლიერი წევრობის მითითებები შეასრულონ. ცნობისთვის ვეტოს უფლებისა და კონსენსუსის პრინციპის გაუქმების იდეა გერმანიამ გააჟღერა. ოფიციალური ბერლინის ამ ინიციატივას ევროკავშირის უკვე 12 წევრი ქვეყანა იზიარებს. ევრობიუროკრატია იმდენად მიდიოდა სუვერენიტეტის შეზღუდვის გზით, ბოლო-ბოლო აქამდე რომ მივიდოდნენ, ეს იყო ფაქტი. ეს ხომ ერთ დღეში არ მომხდარა. წლების განმავლობაში ქვეყნები ჩიოდნენ, რომ ჩვენ სუვერენიტეტის შეზღუდვა ხდება ევრობიუროკრატია, რომელიც არავის არ აურჩევია, ესე იგი თავის ხელში იღებს ისეთ ძალაუფლებას, რომელიც არ შეიძლება წესით მათ ჰქონდეთ და ნელ-ნელა ზღუდავენ თავისი წევრი ქვეყნების სუვერენულ უფლებებს. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კიდევ გვაქვს იმედი, რომ აქ სრული კონსენსუსია საჭირო, რომ ის პატარა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ამას შეეწინააღმდეგებიან. როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიას დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ორპალატიანი კავშირი გააკეთონ, სადაც სახელმწიფოების გარკვეულ ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის სრული დარღვევით და ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს იმ გადაწყვეტილებებს. ამიტომ შალვა პაპუაშვილის კითხვა, როგორ ევროკავშირში გვეპატიჟებიან და გვიღებენ, ნამდვილად ლეგიტიმური არის. ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსის მიღების წესის გაუქმების ინიციატივას ერთიან ნეიტრალურ საქართველოში ეხმაურებიან. პარტიაში ამბობენ, რომ ილუზია მოლოდინი. თითქოს ევროკავშირი შეიცვლება და საქართველოს ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს. ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი დემოკრატიული ძლიერი ეკონომიკის მქონე გლობალური მოთამაშის ნაცვლად არის განსხვავებული აზრის ჩამხშობი მილიტარისტული გაერთიანება. ამიტომ პარტიაში თვლიან, რომ აუცილებელია საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკუსიის შეტანა. ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დაფუძნების დეკლარირებული მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება და საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრისას დოგმატური ჩარჩოების ნაცვლად რაციონალური მსჯელობის შემოტანა იყო, რადგან დოგმებმა გარედან თავსმოხვეულმა დღის წესრიგმა საქართველოს ბოლო 10 წლეულებში მძიმე ზიანი მიაყენა და მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუციების განვითარება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა მინიმუმი მიღწეულია ჩვენ მოვახერხეთ რელიგიის რანგში აყვანილი თემის დესაკრალიზაცია და დღეს უკვე ქართული ოცნების ხელისუფლება თავის მხრივ სვამს შეკითხვას, რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არათუ შეკითხვის დასმაა დაგვიანებული, არამედ ამ შეკითხვაზე პასუხიც უკვე დიდი ხანია ნათელია. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ილუზიაა მოლოდინი თითქოს და ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორც ჩვენს წარმოდგენებში იყო 10 წლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი თითქოს საქართველოს ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს ეკონომიკური ან უსაფრთხოების ან ღირებულებითი თვალსაზრისით. ჩვენს განცხადებებში არაერთხელ გვაქვს დეტალურად აღწერილი რეალობა, რაც დღევანდელ ევროკავშირშია, ასევე პერმანენტულად ვუსვამდით ხაზს, რომ ყველა მონაცემი ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებდა. იქვე მკაფიოდ ვამბობდით, რომ არც საქართველოს მიმართ ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლებოდა ობიექტურობისკენ. ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში 2008 წლიდან მცირდება და 26%-დან 14%-მდეა დაცემული. ეს ტენდენცია კიდევ უფრო შეუქცევად ხასიათს იღებს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მილიარდობით ევროს გამოყოფენ პროქსი ომის გახანგრძლივების მიზნით და ამავდროულად ზრდიან სამხედრო დანიშნულების ხარჯებს. 2024 წელს ევროკავშირის ჯამური ბიუჯეტი მილიტარიზაციაზე 343 მილიარდი евро იყო, 2026 წელს კი 100 მილიარდზე მეტით იზრდება და 454 მილიარდ ევროს მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის გახლავთ, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა არ არის ეკონომიკური აღმავლობით გამოწვეული, არამედ ეს ყველაფერი
საკუთარი ხდება ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ მსხვილი საწარმოები. აღარ არის იაფი ენერგორესურსები, აღარ არის ტექნოლოგიური მიღწევები, რის გამო სწრაფი ტემპით ხდება ევროკავშირის დეინდუსტრიალიზაცია. ეკონომიკური დეგრადაციის პარალელურად ევროკავშირის აბსოლუტურად სუიციდურმა მიგრაციის პოლიტიკამ წევრ ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი უსაფრთხოება აქცია. მაგალითისთვის, მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკით გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილ იქნა 402,000 კრიმინალური აქტი, ძალადობა, ქურდობა, გაუპატიურება, ტერორისტული აქტები და ასე შემდეგ. ევროკავშირის მოსახლეობა იზრდება, მაგრამ მცირდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ბუნებრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლება, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ევროკავშირის ბიუროკრატიას, რათა მთავარ პრიორიტეტად კვლავ LGBT პროპაგანდა შეინარჩუნოს. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ეგრეთ წოდებული LGBT პრაიდების ჩატარების კუთხით, რაც დიდ წარმატებად გამოაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ნიდერლანდებში 25 ივლისს გაიხსნა ეგრეთ წოდებული ჯუნიორ პრაიდის კვირეული, რომელიც გათვლილია 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ამავე ქვეყნის პარლამენტი კი მსჯელობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ერთნაირ სქესიან წყვილებს საერთო ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა მიეცეთ. საერთო ჯამში ევროკავშირი არის ღირებულებითი დეგრადაციის პიკში და ეს ყოველდღიურად მტკიცდება. იქ განვითარებული მოვლენებით, მიღებული კანონებით, შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებით, რეზოლუციებით და ასე შემდეგ. დღეს ევროკავშირი დემოკრატიული ძლიერი ეკონომიკის მქონე გლობალური მოთამაშის ნაცვლად არის განსხვავებული აზრის ჩამხშობი მილიტარისტული გაერთიანება, რომელიც ღია ომშია რუსეთთან, სატარიფო და სასანქციო დაპირისპირებაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთთან. მიუხედავად იმისა, რომ თვალნათლივ ჩანს თუ რა მიიყვანა მძიმე შედეგებამდე ევროკავშირი, მისი მმართველი ელიტა, რომელიც სრულად ექვემდებარება Deep States, კიდევ უფრო დიდი მონდომებით აგრძელებს იმავე პოლიტიკის გატარებას ყველა მიმართულებით და პოტენციურ წევრ ქვეყნებზე ისე აპირებს ამ ყველაფრის თავსმოხვევას, რომ მათ ხმის უფლებასაც კი არ უტოვებს. ჩვენმა პარტიამ 17 ივნისს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ინიციატივაზე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომელმაც სამომავლოდ წევრი ქვეყნებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის იდეა პირველმა გააჟღერა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი უკვე 12 ქვეყანა უჭერს მხარს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების წესის გაუქმებას და ახალი წევრი ქვეყნებისთვის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ბიუჯეტის და სხვა ძირითად საკითხებზე ხმის უფლების შეზღუდვას. ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობის და ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქვეყნის მართვის უფლების შეზღუდვის მცდელობები ევროკავშირს დიდი ხანია პრაქტიკაში დაწყებული აქვს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი საქართველოა. უკვე წლებია ბრიუსელი ცდილობს ჩვენი ქვეყნის დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით მათი დირექტივების შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და მეტიც საკუთარი ხელით ქვეყნის განადგურებას გამოიწვევდა. ისინი ღიად ითხოვდნენ ჩვენგან ასეთი ნაბიჯების გადადგმას და ამას იმით ხსნიან, რომ რადგან მათ კლუბში გსურს გაწევრიანება, ამ კლუბს აქვს საკუთარი წესები და პირობები, რასაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი ძალისხმევით მოახერხა არ დაქვემდებარებოდა შანტაჟსა და ზემოქმედებას, რის გამო არაერთი რევოლუციური მცდელობის მოგერიება მოგვიწია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჰიპოთეზურად წევრობის შემთხვევაში ჩვენ ეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაზე თავად მივიღოთ გადაწყვეტილება უკვე დე იურე ჩამოგვერთმება. ამიტომ ახლა შეკითხვების დასმის დრო ნამდვილად აღარ არის, რადგან შეკითხვის დასმა ვერ ცვლის სტატუს კვოს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ მოცემულობაში ვრჩებით. გვაქვს კონსტიტუციური დოგმა, ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტი, ისევ იმ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინია. საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივით, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ მისცემს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ პოზიციის დაფიქსირების უფლების გარეშე დააკისრებს ისეთ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და იდენტობისთვის გამანადგურებელი იქნება. ამიტომ აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა, ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსით და ევროკავშირისკენ კურსის შენარჩუნებით ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ ბანაკის ნაწილად. ეს კი გვაქცევს იზოლაციაში, ხელს გვიშლის სრულფასოვნად მოქნილი და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებაში, რაც ოპტიმალური გზაა იმისათვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული გამთლიანება და ტრადიციული ღირებულებებით ცხოვრების გაგრძელება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას მმართველ გუნდში პასუხობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გამოწვევას ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მკაცრი რეგულაციებით ებრძვიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ საუბარი არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ სიძულვილის ენასთან ბრძოლაზე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რადიო თავისუფლების მიერ დასმული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საელჩოდან ვინც ეს განცხადება გააკეთა, იგი ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან შეიძლება კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შესწავლა შეიყვანოს. იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის არსებობს ძალიან დიდი სხვაობა,
ვის თუ არა ამერიკის საელჩოს მით უმეტეს ძალიან კარგად უნდა მოახსენებოდეს ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც იყო დაჯარიმებით ასე ვთქვათ, დასრულებული სასამართლოს მხრიდან აბსოლუტურად ყველგან იკვეთება, შემზარავი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანზე საჯარო სივრცეში, რაც ყოველად მიუღებელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვისაც ეს უნდა იყოს მიუღებელი. ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება ეს არსებობდეს პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ამაზე საუბარს, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ნორმალიზების პროცესში არის და ოპტიმისტური არის განწყობა ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, მაგედან გამომდინარე მე არ შევალ მეტ სიღრმეში, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ვინც ეს განცხადება გააკეთა, ან საგანს არ იცნობს და საკითხს არ იცნობს კარგად, ან შეცდომაში იქნა შეყვანილი. რატომ არის ადამიანი რო ადამიანს აგინებს და ამით ადამიანის დემორალიზაციას და ბულინგს და ფსიქოლოგიურ განადგურებას იწვევს? ამიტომ არის ბილდსიტყვაობა და გინება აკრძალული. აქედან გამომდინარე, ბილდსიტყვაობა, გინება და დემორალიზაცია სოციალურ ქსელებში არის ანალოგიური, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის შეტევა ადამიანზე და საზოგადოებაზე. ამიტომ ამ ბილდსიტყვაობას არ შეიძლება რომ კონდეს გასაქანი. და რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ბილდსის სიტყვა და თავისუფალი სიტყვა ტოლობის ნიშანის დასმა უნდა ამ ორ შორის, ეს არის უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაცია და მეტი არაფერი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ბილდსიტყვაობის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგნი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის ყველა ქვეყანებისთვის უკვე ამას და გაცილებით უფრო რთული ფორმები და გაცილებით უფრო რადიკალური ფორმებით ვიდრე ჩვენთან არის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უნდა შეისწავლოს კარგად სასამართლოს გადაწყვეტილება და ის აღმოაჩენს, რომ იქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან კი არ ქონდა საქმე, არამედ ქონდა სიძულის ენის გამოყენებასთან საქმე. ასე რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაში ალბათ ვერ გაერგვა, ან არასაკმარისი ინფორმაცია ქონდა ამ მიმართულებით და ამის გამო გააკეთა ეს განცხადება, დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი გამომარტავს ამ სასამართლო გადაწყვეტილების არსს და ჩვენი კანონმდებლობის არსს. ეროვნული სიწმინდეების დაცვისა და მათი შეურაცხყოფაზე რეაგირების მიზნით შექმნილი სახალხო მოძრაობა ოფიციალურად დაფუძნდა. ეროვნული თაობა, ასე ქვია საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც განაცხადა იუსტიციის სახლში უკვე შეიტანა. მოძრაობის დაფუძნებლები განმარტავენ, რომ მათი მთავარი მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვა. ეროვნული თაობა ახალგაზრდებს მოძრაობაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. დღეს დავარეგისტრირეთ ჩვენი ორგანიზაცია უკვე, რომელსაც ქვია ეროვნული თაობა. ჩვენ მინდა გითქვა, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას, ნებისმიერ ვაჟკაცს, ნებისმიერ ქალბატონს, რომელსაც უნდა რომ თავისი ქვეყნისთვის, თავისი ეკლესიისთვის, იდენტობისთვის, მართლმადიდებლობისთვის საუკეთესო და კარგი ნაბიჯი გადადგას, ჩვენი კარები და ჩვენი ორგანიზაცია ამ ადამიანებისთვის ღიაა და ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდება. ეროვნული თაობის მიზანი არის ქვეყანაში დავიცვათ ჩვენ ახალგაზრდა თაობამ, ეროვნულმა თაობამ, ქართული ტრადიციები, ეკლესია, ისტორია, ჩვენი სიწმინდეები, ჩვენი მოძრაობის კარი ყველასთვის ღია არის, ახალგაზრდებისთვის ველოდებით ყველას. ეროვნულმა თაობამ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ახალი მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობებზეც ისაუბრა. მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბინძური კამპანიის მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვის იდეის დისკრედიტაცია. თუმცა ეროვნული თაობის დამფუძნებლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი მცდელობა უშედეგოა, რადგან აღნიშნული თავდასხმების მიუხედავად ეროვნული ფასეულობების დაცვას მაინც გააგრძელებენ. ამ ყველაფრისთვის სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ მზად ვიყავით ამ ბინძური კამპანიისთვის, რასაც არა მარტო ქართულ ახალგაზრდებს, არამედ სრულიად საქართველოს ახვევენ ეს ადამიანები. პირველ რიგში მინდა შევეხო იმას, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და ესე ვთქვათ, ძალიან ცუდ რეჟიმს წარმოადგენდნენ, კონკრეტულად მინდა ვთქვა ნიკა გვარამიაზე, რომელიც მორგში წასვლით მემუქრება. ჩვეულია ეს ყველაფერი მათთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაშინებს პირიქით, мотивაციას გვაძლევს და ზუსტად ეს არის, რომ ნიკა გვარამიასნაირი ადამიანების
სალანძღავები რო ხვდებით, ზუსტად ამიტომ ხვდებით და ხედავს ქართველი ხალხი რომ სწორ გზაზე ვართ. ამ ადამიანებს როდესაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს იდენტობას, ეკლესიებს, ჩვენს წერლებს და საზოგადო მოღვაწეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორი რეაგირებას ჩვენ გვაქვს, ანალოგიური რეაგირება უნდა გქონდეთ მათ, მაგრამ ალბათ არ აინტერესებთ ეს ყველაფერი პირიქით. მოსწონთ ეს ყველაფერი, რომ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი წინაპრების მიმართულებით ქილიკით და ესე აგრესიით მოიხსენიებენ ამ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა მეორე დღეს შემოწირულობებს აგროვებს. სააკაშვილის პარტიაში ყრილობისთვის ემზადებიან, სადაც მმართველობის ახალი ორგანო უნდა აირჩიონ. პროცესის სამზადისში კი ფინანსურ დახმარებას მხარდამჭერებისგან ითხოვენ. ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ აგრძელებენ რეფორმაზე მუშაობასაც, რომლის მიხედვითაც პარტიის წევრობაში მათი მხარდამჭერებს ფულის გადახდა მოუწევთ. ქართულ ოცნებაში ხაზს უსვამენ, რომ ოპოზიცია მათ შორის ნაციონალური მოძრაობა მძიმე მდგომარეობაშია, რაც მათი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგია. როგორც სახელმწიფო გუნდში განმარტავენ რადიკალებმა და მათმა პატრონებმა ბოიკოტისა და დესტრუქციის გზა ირჩიეს, შესაბამისად იმ მხარდამჭერთან ნდობაც დაკარგეს, ვინც არჩევნებში ხმას აძლევდათ. ნაციონალურ მოძრაობაში რიცხავენ 5 ლარს, 10 ლარს, 20 ლარს. ამიტომაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრებს, ამომრჩევლებს. იქნება ეს სადღაც შესვლა რომელიმე გაერთიანებაში, ან არ შესვლა, ან უნდა მიიღოს თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის წევრები. და მეორე კომპონენტი ეს უკავშირდებოდა ასევე პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას. ნაციონალური მოძრაობა არის სრული კრიზისი და დემორალიზაციის პირობებში. ეს არის მათი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი. ის, რაც დღევანდელ ოპოზიციას სჭირს და ხდება, ეს არის მათი და მათი პატრონების დამსახურება. ეს არის არა პოზიტიური გზავნილი, როგორც შეიძლება ნორმალურ ვითარებაში ყოფილიყო, რომ პარტიამ თავის ხარდაჭერებს მოუწოდოს ამა თუ იმ აქტივობისაკენ თუ ფინანსური, ასე თქვა, დონაციისაკენ. ეს არის სწორედ აი ამ მავნე დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციის საცუწარკვეთილი გამოძახილი. ოპოზიციაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე არ ვიცი, ბევრი საუბარით შეუძლებელი, იგივე იმ ალიანსზე, იგივე ნაცებში ფულიც აღარ გვაქვს, ფული შეგვიგროვოთ, ანუ სამარცხვინოდ იქცევიან იქ ანუკა ჟორჟოლიანის არჩევას აპირებენ, არ ვიცი, დაღუპულები არიან. პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატური ქურდული გარჩევების დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს მართვისა და ორგანიზებაში. ისინი როგორც დამოუკიდებლად, ასევე კანონიერი ქურდის ჩართულობით სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ. საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისათვის მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ჩვენდგომობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დიქტატორი და მოისმინეთ რა ყველა. ვინც არ მისწონს, მე მურადი ვარ ხოშტარია. მე პატატო ეგენი ჩვენს ბაგაცები ვართ მარგია ჩემი ბაგაცია მასაკუნდები მახასიათებენ მე და გატუზო პატენიკები ვართ მე და ოტარი ყოლანდარია ბაგაცები ვართ მისმინეთ ყველა ხუთია მაგანა მყარი მაგის ნახევარი კაი ბიჭობა დახვედილია განაბი მოკდა გალაკი მაგის და ვისემატორება კოჩა ერთი გეილახა აგერ უჩონ კაი ბიჭი სიმო მომუკას უნდა დაუკავშირდეს მურა მაგე სიმო სანამ ხუთი არ დაარქვოს მაგე ისაქცეთ ათერდები სიმო გადაიგე რა ხდება ომშვიდობა რაცა იქით უნდა დაკავშირება ვიცა გოულახია გამოგდა მე ჩვენმა უფროს მაზმამ რომ მაგი არ არის ნორმალური ხალხთან გასაჩერებელი კაცი აგია ოღონდ გოულახია თემურა ბიჭო ძმას ველაპარიკე და დამილეკო ნაბავი დამიდეკავს მაგენის აკაჩა შესულია კიდო ეს იქიდან დაბრუა მაგას ფული წავართათო გარუჩე რა პატრონს განავი ახლა და შიო დამთავრდა ავტომატურად ასე იბადება აზრი ფული გალაკოდინევა აქიდან მოგიდეკით მეტი როგორ უნდა ახაც მაგას სურადგელა მაგრამ ამ ხელა ფული ავაღებიე 50 დოლარზე რა პრობლემა შეიქმნა რომ $800 რომ მივცეთ ინეზას ჩემდე და
ბიჭო 1500 ხომე იტანე ნიკეთ ციხეზე გავაგზავნეთ $2000 ავაღებიეთ და პროსტა ჩემი კაში აგერ გადავრიკოთ აგერ თურქეთში სიმო შენ ბიჭო რა არ გაგიკეთე მე და ასე როგორ დამიკიდე ბიჭო ამას გაპატიებ მე შე და $3000 მოვფურდება თუ შენი ნათქვამი თუ არ გეითვალისწინა შევსაშო თუ არ გევიტანო ვიომებო მეო დარეკენ ბიჭემა გეიგე და იგენი არიანო უფროსი ძმებიო საქმის ყურშიო ეთყობა დაგირეკავენ შენ სამენები შობლები წობაზე დაგიგა გეჩხურები შესაძლოა უცესო დონჯახები რასაც ამ განაჩი წყალმოვანო პროვოკაცია იყოს ისეთი დანტერი შემოერა პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა WhatsApp-ის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა 3 დაზარალებულის პირადი ფოტომასალა, ერთ-ერთი მათგანის ფოტო კი მესენჯერით სხვა პირს გადაუგზავნა. უწყების ცნობით აკავებული ერთ-ერთ დაზარალებულს სისტემატიურად უთვალთვალებდა და არასასრულ კომუნიკაციას აიძულებდა, რის გამოც მსხვერპლი იძულებული გახდა ცხოვრების წესი შეეცვალა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებით შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.6 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 240 მილიონი ლარის ღირებულების ახალი ბილიკი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე შევა. პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას და მომსახურებას შეძლებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეკონომიკის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები გაეცნენ. მათ აეროპორტის სივრცეში უკვე დასრულებული პროექტების დაათვალიერეს, მათ შორის მგზავრებისთვის განკუთვნილი 2 ახალი პრემიუმ სერვისის ბიზნეს ლაუნჯი და სწრაფი რეგისტრაციის ეგრეთ წოდებული fast track სისტემა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3600 მეტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენ ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს რა თქმა უნდა საგრძნობლად გაზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელშეუწყობს მათ შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავათვალიერთ ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამოუკიდებელ საქართველოს არსებობის ისტორიაში, ვინაიდან პირველად შეინდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3600 მეტრი. საქაერო ნავიგაცია სრულად განაახლებს შუქტექნიკის სისტემას ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, სანავიგაციო ინფრასტრუქტურა, მოფრენისა და აფრენის განახლებული სისტემები. თავდაცვის უწყებაში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო. კალათბურთის ყოველწლიურ ტურნირში წელს 19 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის 2 სამოქალაქო ოფისიდან. შესარჩევ ეტაპს ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადა მასპინძლობს. ჩემპიონატის გამარჯვებულს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა. პროექტი თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. ტურნირი გაიმართება 2 ეტაპად. პირველ ეტაპს ვატარებთ მეოთხე ქვეით ბრიგადაში, სადაც მოხდება ყველა სტრუქტურული ერთეულიდან თვითო გუნდის შერჩევა, სულ 8 გუნდი, რომლებსაც უკვე მეორე ეტაპზე, ფინალურ ეტაპზე ვათამაშებთ ქალაქ ქუთაისში. ჩვენ მემზადებით განსაკუთრებით ქვედანაყოფებში, ბრიგადებში, ყოველწლიურად ტარდება ეს ტრადიციულად. დიდი პატივია ჩვენთვის სამხედრო მოსამსახურებებისთვის, როგორც ვგებულობთ გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში მონაწილეობას. ოთო ბერაძე საზოგადოების დახმარება სჭირდება. მან 1 წლის წინ იშემიური ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც თავის ტვინი დაუზიანდა. ახალგაზრდას დამოუკიდებლად მოძრაობა და საუბარი არ შეუძლია. სჭირდება უწყვეტი და ინტენსიური რეაბილიტაცია, რაც ოჯახისთვის დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე. ახალი ამბები 16 საათზე ამით დასრულებულია. მეგებრებოდებით ნახვამდის.